როგორც რთავდი ხოლმე. ესე იგი, მოგესალმებით. რა ვერ ჩართე, ბიჭო? აბა წინასწარ ნატოც კუმდუნენ. მეთოდი დებულო. როგორ ხართ ძვირფასებო? აქ ის ახალი ლეიბიც დავაფინე და ის ძველებიც აფენია. იმიტომ რომ ადგილი არ მაქვს სად წამეღო. ხო და კი ძალიან მაღალია, მაგრამ სანამ მუხას ჯგალში გავატან, მანამ აქ იქნება ერთად. აი ასე. სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს. რატოც კომოტონდე? გუშინ გავრეცხე ესენი და მოასწრო. გაშრობა ძალიან გემრიელია. ასეთი კარგი ხარისხის თეთრეული ჯერ არ შემხვედრია, ნებისმიერ გრადუსზე ვრეცხა. და წარმოიდგინეთ, ძალიან კარგია. ფერიც არ გასდის, არც არაფერი. აი, არ ვიცი რომ ცოდნოდა რომ ეს ესეთი კარგი იყო. ასეც თუ ექნებოდა ისევ ავიღებდი. დედი, ერთი წამი გთხოვ. ძალიან კაია მართლა. ის დანარჩენი რაც ავიღე მაგალითად ერთიანი რომ მაქვს არ არის კარგი. უცებ გაჩვენეთ კიდევაც. მაგრამ რაც კარგია, იმაზე ვამბობ ხოლმე ყოველთვის. სიმართლეს გავიძახი. ეს მართლა ძალიან მაგარია. არც ბოწოწები, არც არაფერი. აი არ ვიცი. ამ თეთრულით ძალიან ყვაყოფილი ვარ. მინდა ესეთი კიდე. აწიის კაცი მარტამდე არ მოდის, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ და შეიძლება სახალწლოდ აქ ავიღო კიდე იმ ქალთან, ვისაც ეხა ბოლო დარჩენილი 60 ლარი მაქვს და თუ 70 არ მახსოვს ზუსტად. კი, 70 სკამების. იმას რომ მიუტან თეთრელს ავიღებ ერთხელ სახალს. რომელი მხარე არ ვიცი. სწორი. აჰა, კი. ძალიან ისევ დაქანცილად მეწყება ყოველი დილა. ხო და ვერ მოვდივარ, მაგიტო არც მინდა ხოლმე ადამიანებს გული შევუწუხო ჩემი დაღლილობით. ასე რომ ვცდილობ რომ გონს მოვიდე და ძალით ვაკეთო ხოლმე რამე. აი ასე. საქმე. პანჯარა გამოვარხე. ის საფრთხეები უნდა დავდო რომ არ დაიკეტოს. ხო და ეხა დამჩაგოდეს ლოგინი და დასაკეცები მიდევს აქ გარეცხილების შემოვიტანე. გოდერო წავიდა. მუხა მოვიდა, ნემსი გავუკეთე. ხალხო.
ნემს ვსწავლობ ამათზე ნემსის გაკეთებიდან გამომდინარე, თორე რა ვიცი მე ნემსის გაკეთება. გინდა არ გინდა, რა გინდა მან გაიძულებენ, რომ ნემსი გაუკეთო. დედი, ეხლა ადექი ეს დავალაგოთ. მიდიდე. არ მიყვარს ეს ძველებური ბალიშები რო არის. ადექი უნდა დავალაგო, გოგო, ნუ ჭამამას ეს რა არის? მიდი. ის წესი არაა, ჩვევა დედიკო. ლამაზი არა, არასაც აკეთებდე. მიდე და ადექი. უცებდე დავალაგო. მიდი. მოდი ცხირს ახოცი და ჩავფერთხე თუ გინდა. დავალაგებ და მოვალ. უყურეთ პროსტა. აი უყურეთ, ხო ხედავთ იმ თეთრ რაღაცებს? ეს არის ამოსული ამ ჩემს ნარედ. აი უყურეთ, ხო ხედავთ? აი. და თან აქაც გაუხევი ამას. სად? აი აქ. ხორცი რა ჩანს. გოდეს. ამას ნაგავში გადავაგდებ. ხო. დედიკო აიღე ეს ფანქარი. ნაგავში გადავაგდებ და ვეცდები რომ ის ვიპოვო, რა ქვია. ის შარშან რო ვიყიდე, აი ისეთი მინდა რომ ვიყიდო, ის კარგი იყო, უბრალოდ ხუნდება, მაგრამ შევეცდები რომ ძალიან მზეზე არ გავაშრო ხოლმე და რა ვიცი ეხა გარეცხით გახუნდება. რა ვუყო აბა? მათ კარგი ხარისხისას ვევშოულობ აქ, რომ ვეუბნები. აი ხო კაი ხარისხი არ გახუნდება, ან ბოწოწები რამე რომე. აი მე საუკეთესო, ამის გარდას ვერ მოისმენდა. მერე კიდე სულ სხვა რო აღმოჩნდება. წება უსვია. ხანის იმას გვერდზე. სპორტიულებს. ემოსია ხალხო და აი უყურეთ. 13 ლარად იყიდა ეს და ზედა მაიკა ამისი. არც ბურკლები აქ, აი ბოწოწები და რამე სურსრიალა გარეთ. სრიალა პირი აქ, აი ნახეთ. ხო და ემოსია არაფერია კი არა. ზოგი მართლა ისეთი კაი ხარისხი მოდის. ესა ეს მაიკა. ისეთი კარგი ხარისხი მოდის, ზოგი რაღაც. რომ არ ვიცი, აქ ვერ იყიდი თან ვინ მოგცემს ეხა სპორტულებს 13 ლარად თან 2 არც არავინ. გიგავება? გაციებულები მყავს, იმ გალაციებს ვუკეთებ ამათ. ახლა ხანს ადგნენ ესენი და ჯერ საჭმელიც არ ვიჭამიათ, აგერ 12 საათი შესრულდება ალბათ. ხო და კამარი ვერ მოვაძრე და ამიანად რო გავრეცხე. იარეთ, შენი ველოსიპედია. ველოსიპედი მიდევს იქ, რომ მე იმაზე ხამე ამადიალას კეცავდა. ის ნაგავში უნდა ჩავაგდო, დედიკო, არ ვარგა, გოდესი, გაიხა. დღეს არა აქვს ცეკვა და თავიდან ხარანის ჩავაც. უნდა გავიდე. მოგით ვერ გაუშვებ. ძალიან გაიხა ის მაიკაც. სინამ
გამოუგზავნა ესენი ბევრი არის მეორე წელია ხალხო და რამოდენიმე რომელიც აიკეტა და ესე უყვარს თითის გარჯობა ხოლმე თორე დანარჩენი სუახლებივით აქ გოდეს სუახლებივით ხო არ ეცვა ეგ არ მახსოვს იყოს გავრეცხა Ой, სახლისა მუხასი აქ იყოს წელით კი არა მოგიდოს წელი მუშაობა არ შეუძლია. ჩასე იყო რაღაცაზე წავიდა ჯგალში და იმის მერე შაშანაც შაშანწინ თუ არ ვიყავი მაშინ საერთოდ მე მგონი YouTube-ზე. არ მახსოვს ვიყავი თუ არა. აი ისე ცუდად იყო ხალხო, აი რამ სიმძიმე 100 კილომდე ამოხრანი და იმის აწევა რო გიწევს და ბოდიში საპირფარეშომდე კი არა და შიგნითვე მიყვანა აი ისეთი თხე ქონდა საშინელი მართლა საშინელება გამოიარა იმიტომ რომ რაღაცაში ეხმარებოდა ცემენტის მოზილვა მერე წაღება რაღაცები ვედროებით და არ შეუძლია ადვილად სკივდება ამ ხელა და ასეთი დიდი არის მაგრამ ძალიან ადვილად გივდება წელი. წუხელ გავუკეთე ნემსი, დიკლოფენაკი, დღესაც გავუკეთე დილით. მიხლა. თიმი ყვავილები. განასაფარებელი მაგგარეცხილი და შრალია, მაგრამ იმდენად ჩაია თუ წყალია თუ რაც არის ხელში რაც მოხდებათ იქეთ მიაქვს და იქდება ისე ტანტარა მაგიდა მაგ ეხა დავდო ესენი მაქვს ეხლა მაქვს წიწიბურა და მარტო გეგა მარტო წიწიბურას ფაფა გინდა გეგა მარტო წიწიბურა ხო ხო და გეგას გავუკეთოთ მარტო წიწიბურას ფაფა მგონი არ მაქვს ბრინჯი არა გეგას გავუკეთოთ მარტო წიწიბურას ფაფა და ადას ჩაიაკეხა დანალევი ხო და მოითხოვს მერე რაც უნდა მოკლედ არა ეს არ გამომადგება წიწიბურას გარეთშვის ცხელა ძალიან პოლის ნამცეცები ყოფილი. ჯერ არ მომიწვენდია იატაკი. მარტო იქეთ იმ ოთახში და საწოლ ოთახში სუფთა, თორე აქეთ არც წამოვსულვარ. რაც გავიღვიძეთ.
ყოველთვის ეგრე ვარ მე, რომ ჯერ პირველ რიგში ბავშვებთან თამაშობ. მიყვარს ბავშვებთან თამაში. ზოგინზე ვკოტრიალობ, თამაშობ. ხოდა ფერებაში ვარ დგილი. ეს მიყვარს. სხვანაირად არ მახსოვს რო დამეწყოს დილა. კი, უფრო ადრე ვდგებოდი ხოლმე და ბავშვებს რო ეძინათ, ყველაფერს მოვისწრებდი. ეხლა რამდენი დღეა მეც ამათთან ერთად ვიღვიძებ, გოდეს რო გავუშვებ. გოდეს სკოლაში რო გავუშვებ, დავუხსვევი და რამდენი ხანია ეხლა ამათთან ერთად ვიღვიძებ მართლა. ესე მგონია, რომ ვითომ თუ დავისვენებ უკეთ ვიქნები თქო, მაგრამ პირიქით სიმართლე რო გითხრათ, რაც მეც ვიძინებ, მით უფრო ცუდად ვარ. და უფრო უზალიანოდ არ ვიცი რა არის. არ ვიცი კი არა, მე ვეძახი თვითონ სალმაცობას. სალმაცობა გვაქვს. მართლა ამას ვეძახი. მაგრამ რო ვერ გამომყავს თავი, ვერ გამომყავს. გუშინ ლიკამ ყავდა და ისიც ხედავდა რაღაცას ვაკეთებ. ხან ხელებიდან მიცვივა, ხან ზალი ვაკეთებ. თუ ზალი ვაკეთებ. ბაძალეთ თავს, რამდამღალა. არაფერს ისეც ამაზე მეც არ ვაკეთებდი, გაწურული ვიყავი, აი 48 კილო არ ვიყავი ნორმალურად და მე რო საქმეს ვაკეთებდი და ვასწრებდი, თან შუა დღის პირველ საათამდე ხარ. ძალიან მიყვარს ჩემი თავის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ეს ყოველჯერზე რომ სულ ერთი და იგივე რო არის, ალბათ ამან გადამიღალა ნერვები, თორე ეხა მაგალითად ჩვენ რო დავალაგებდით იქო ვიყავი. ხოლო ჭამის დროს რო დაისვრებოდა